მერვე საუკუნის ხუროთმოძღვრული ძეგლი თიანეთში სამონასტრო კომპლექსი, რომელიც რამდენიმე ტაძარს აერთიანებს, რეაბილიტაციის შემდეგ პირვანდელ სახეს იბრუნებს. უკვე 10 წელია ისტორიულ ეკლესიასთან უამრავი ხალხი არჩილის ხსენების დღის აღსანიშნავად იკრიბება წელს ტაძარში. მის მოუწმინდესობამ მარჩილ მეფისწულის მოსახსენიებელი პანაშვიდი აღავლინა. არჩილის ხსენების დღეს სოფელ ნოდოკაში ტრადიციულად 4 ივლისს აღნიშნავენ. არჩილ მეფე ქვეყნის მმართველებიდან პირველია, ვინც მართლმადიდებლობას თავი შეწირა. მის სახელს მერვე საუკუნეში მირონის კურთხევის ტრადიციის აღდგენაც უკავშირდება. წმინდა მეფე თიანეთში მისივე სახელობის ტაძარშია დაკრძალული. საქართველოსთვის უდიდესი მნიშვნელობა აქვს დღევანდელ დღეს უკვე განახლებულ მონასტერში მთელი ქართველი ერუწმინდესის მეთაურობით ლოცულობს. მამათა მონასტერში არჩილ მეფის საფლავთან დღეს პატრიარქმა წმინდანი სულის მოსახსენიებელი პარაკლისი აღავლინა. მან იღუმენ არჩილ კიკვიძეს, რომელიც 7 წელია მონასტერს ხელმძღვანელობს, არქიმანდრიტის ხარისხი მიანიჭა. ფონდ ერთგულების დამფუძნებელ არჩილ გეგენავას კი მონასტრის რეაბილიტაციისთვის ჯილდო გადასცა. იოანე ზოსიმი ამბობს, რომ ქართული ენითა დამიკითხება სოფლიო ესწორეთ იქნება იმიტომ, რომ ქართული ხალხი შეინარჩუნებს, შეინახავს ჭეშმარიტებას, მოერგოს. 10 წლის წინ იყო, როცა მე მითხრეს, რომ ეგეთი ადგილი არსებობს სამწუხაროდ მანამდე არ ვიცოდი და რა მოვიდ. მაშინ ჩემ მეგობრებთან ერთად გადავწყვეტე, რომ რაღაც აქტიური მონაწილეობა მიიღო ამ მონასტრის აღორძინებაში. პატრიარქის საჩუქარი ყოველთვის არის ძალიან დიდი პატივი და მათ შორის ჩემთვისაც. მონასტრის რეაბილიტაცია ფონდის ინიციატივით გასული საუკუნის 90-იან წლებში დაიწყო. მანამდე მერვე საუკუნით დათარიღებული ხუროთმოძღვრული ძეგლის ტერიტორია მეცნიერებმა გამოიკვლეს. რეაბილიტირებული კომპლექსი თავდაპირველის მსგავსად რამდენიმე ტაძარს აერთიანებს. აღმოსავლური ტიპის ბაზილიკური ძეგლი რიყის შირიმის ქვებით და ქართული აგურებითაა ნაშენები. ზედა ნაწილში არის სულ ზევით არის ტაძარია. ესე იგი მონასტრის ტაძარი. მონასტრი შეიძლება იყოს უამრავი ტაძრები, პატარ-პატარა. და არის კიდე საცხოვრებელი, როცა აშენდა აი ამ ადგილზე. აქაც განათავსა ერთი ტაძარი. მონასტრის ჩრდილოეთით მდებარეობს მარანიც, რომელსაც პირვანდელი სახე მოსაპირკეთებელი სამუშაოების დასრულების შემდეგ დაუბრუნდება. კომპლექსის ტერიტორიაზე აღდგენილია საცხოვრებელი ნაგებობაც. მამათა მონასტერი საბოლოო სახეს რამდენიმე თვეში დაიბრუნებს. ფონდი ერთგულება კი 4 წლიანი მუშაობის შემდეგ კიდევ ერთი ისტორიული პროექტის მშენებლობას დაასრულებს.